ჩვენ ვიმყოფებით ისეთ პერიოდში, როდესაც ადამიანს მუდმივად სჭირდება ენერგეტიკული დაცვა. ეს იქნება თვალისგან, იქნება ზოგადი ნეგატივისგან, უარყოფითი ენერგიებისგან, ხო? შესაბამისად, დღეს მე გასწავლით ძალიან მარტივი და რაც თავარი არის მუშა პრაქტიკას საკუთარი თილისმის შექმნა, ხო? აქედან გამომდინარე, დაგჭირდებათ თქვენ კონკრეტულად ნებისმიერი სახის სამკაული, იქნება ეს კონკრეტულად ბეჭედი, იქნება ეს ყელსაბამი, იქნება ეს ბრასლეტი, შეზღუდული არ ხართ ამ კუთხით, თქვენთვის რომელიც უფრო კომფორტულია, რომელიც უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ არსებულ ნივთზე გააკეთოთ არსებული დაცვითი თემა. ამისთვის რას ვაკეთებთ? ავიღებთ ჩვეულებრივ სასურველ ნივთს, ცეცხლის ალზე ჩვენ უნდა შემოვატაროთ კონკრეტულად სამჯერ და უნდა ვთქვათ ვხსნი ენერგიას. ამ მომენტში, როდესაც თქვენ გააკეთებთ მსგავს პრაქტიკას, დაიჭერთ ესე კონკრეტულად და წარმოიდგენთ, როგორ იხსნება არსებული ენერგია. თქვენი ენერგია როგორ იდება არსებულ კონკრეტულ ბეჭედში, როგორ ასე ვთქვათ, მოხდავთ თქვენი ენერგიით არსებულ ბეჭედი იქნება სამკაული ნებისმიერი ნივთი, რომელსაც რა თქმა უნდა თან უნდა ატაროთ თქვენი თილისმის სახით. შემდეგ მეორე ჯერზე კონკრეტულად ვაფიქსირებთ, რა გვინდა რომ ჩვენთვის იყოს ასე არსებული სიტუაციების კუთხით. შეგიძლიათ არსებული ნივთზე ჩაუთქვათ, რომ მაგალითად თქვენ ცხოვრებაში მუდმივად იყოს დაცულობა, იყოს თვალისგან, ნეგატივისგან და ასე შემდეგ და ასევე შეგიძლიათ ჩაუთქვათ, რომ წარმატების კუთხით გარდა ამ დაცვის გარდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში მოზიდვა ფინანსური ენერგიისა, ხო? პირობითად სიყვარულის ენერგიისა თქვენთვის სასურველი სიტუაცია, ანუ რაზეც ხართ ორიენტირებული. რა თქმა უნდა, სამჯერ შემოატარებთ ისევ არსებულ ნივთს ცეცხლის ალზე, წარმოიდგენთ არსებულ სიტუაციას, როგორ იზიდავთ ვიზუალიზაციის ეფექტით, როგორ მოდის თქვენ ცხოვრებაში არსებული სიტუაცია, როგორ ასე ვთქვათ, გადმოდის პირდაპირ მნიშვნელობით არსებულ ნივთზე და როგორ ააქტიურებთ პირდაპირ მნიშვნელობით ვიზუალიზაციის ეფექტით და მერე შემდეგ, როდესაც ამ ყველაფერს სურვილს ჩაუთქვავთ, პირდაპირ მნიშვნელობით იტყვით ხმამაღლა თქვენს სურვილს ცეცხლის ალზე და არსებულ ნივთზე, შემდეგ უკვე იტყვით შემდეგ სიტყვას ვკეტავ. სამჯერ რა თქმა უნდა ესეც. ეხლა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? პირველი ჩვენ გავხსენით ჩვენი ასე ვთქვათ არსებულ ნივთზე ენერგია და ჩავდეთ ჩვენი ენერგია, რომ არ იყო დამუხტვის თემა. მეორე დავაფიქსირეთ ჩვენი სურვილი, რისი განხორციელებაც გვინდა სიტუაციურად, რომ რეალიზირება მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, რაზე იყოს ენერგია მიმართული და რა თქმა უნდა მესამე ეს ყველაფერი რაც არის ასე ვთქვათ ჩათქმული სურვილი ენერგია, ჩავხურეთ კონკრეტულად ჩვენივე ასე ვთქვათ ნივთზე. არსებული ნივთის ტარება, რომელსაც აირჩევთ, შეგიძლიათ ატაროთ მუდმივად და გეცოდინებათ, რომ ეს არის თქვენი თილისმის სახით, თქვენი დამცავის სახით, თქვენი წარმატების მომტანი არსებული ნივთი. გისურვებთ წარმატებას, გადაუზიართ არსებული ვიდეო თქვენს მეგობრებს, თქვენ ახლობლებს, რომ მათაც შეძლონ საკუთარი თავისთვის მსგავსი პრაქტიკის გაკეთება.